მას ასე თუ გსურთ რომ გაიზარდოს თქვენი ტვინი, მაშინ გვიყურეთ და გაიმეორეთ და არც ერთმა არ უნდა ვიზარმასოთ. გიორგი, შენთვის მაგ ხელთათმანები. თუ გნებავთ რომ ჩვენი ტვინი მოცულობით იყოს უფრო დიდი, უფრო სავსე, მაშინ შეგჭირდება არა წიგნები, არამედ განტელები. კარგი ვარჯიში, მე ვლაღუხავი. არა, წიგნი ცალკე და განტელი ცალკე. თიკა ვერ გავიგე, ანუ ვარჯიში ტვინს ზომაში გვიზრდის? არ ვიცი, ესე ამბობენ. კი, მე შევხვდა სხვა შორის ეგ ახალი ამბავი. მართლა? ხო, არ ვიცოდი რომ ხო და მითხარი ერთი ამ კვლევის შედეგები. დაკვირვება ჩატარდა 10 მომიყევი თან ახლოს მოვა, თან ვარჯიშობ. და ანუ გავუკეთეს მე რა მარტივად მოგივიდეთ ტომოგრაფია 18-დან 99 წლამდე. ხო? და იქ აღმოაჩინეს რომ ნახე. ესეც ხო ვარჯიში. ეს არის ეს არის ტვინის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია და იქ აღმოაჩინეს რომ იმ ჯგუფი რომელიც 18-დან 99 წლამდე ჯგუფში რომელიც ვარჯიშობდა მათი ტვინი ზომით უფრო დიდი იყო ვიდრე ვივარჯიშებთ არ ვარჯიშობ ვივარჯიშებ მეც ხო და ნახე აი ზუსტად ამ კვლევის შედეგად ვინც დღის განმავლობაში 25 წუთის განმავლობაში ვარჯიშობს მათი ტვინის ზომა იყო უფრო დიდი ვიდრე იმ ადამიანებისა ვისაც უბრალოდ პასიური ცხოვრების წესი აქვს და ზომარე წესით ცხოვრობენ შენ არა ზარმაცობ ლევა მოდი აი მიდი თიკა და ეს ვარჯიში ანუ როგორ დატვირთვა უნდა იყოს მაგი ხო უნდა გავსაზღვროთ რა ტიპის ვარჯიშია სიარულიც კი საკმარისია ცურვა ნებისმიერი ვარჯიში ნებისმიერი ვარჯიში არის ვარჯიში ანუ ფიზიკური აქტივობა გვინდა ანუ დღის განმავლობაში სადღაცა 40 წუთი რომ იყოს ფეხით სიარულიც კი ეს გვეთვლება ვარჯიშად გიორგი თან ანტისტრესი აქვს ხო იცი კი მოგწონს გიორგი ძალიან იყოს უკეთესი შენ მარტო შენ კუნთებს კი არ უყრი თავს და იზრდი. მოტორიკას ხან ტვინდა ხო ვაძლევ სიგნალს რომ ანუ ის მოძრაობა გავაკეთო რომელიც მინდა. ეგ სიგნალია? ანუ გავაკეთო გამიგვა. გაფრინდება. კი, რა კარგია. რა კარგია, თან ჩავშდები და ესე გავუკეთებ. ნახე, ხა მე რამდენი წუთი არც არის, 1-5 წუთიც. მოიცა გამიხსენე. ხალხო. ცოტა ხო არისო. ვარ დაიღალე. არა მაგრამ. ხო, მოგონეთ ეს არის ჩვენი ტვინი. ეს არის ჩვენი ტვინი. ნუ ჩვენი არ არის, ჩვენი აქ არის. ხო, ადამიანის ტვინი. და მოგრეთ იმ ადამიანებს, ის ადამიანები, რომლებიც ანუ აქტიურად ვარჯიშობენ და ასე შემდეგ, მათი შუბლის წირი და ჰიპოკამპუსი არის შიგით რო არის. შიგით რო არის, აი ეს უბანი, უფრო სწორედ, აი ეს უბანი, რომელიც ეს უბანი გვჭირდება ჩვენ სწავლისთვის. დასწავლა აქ არის? ხო, სწავლა აქ არის. შუბლი არის ძირითადად აბსტრაქციული აზროვნება და ანუ ლოგიკური, ანუ გადაწყვეტილების მიღება შეგეხმარება. და ამ ადამიანებს ჰქონდათ ეს შუბლის წილი და ჰიპოკამპუსი ზომით უფრო დიდი, ვინც ვარჯიშობდა იმათთან შედარებით. ანუ ვისაც დასწავლის და ვისაც გადაწყვეტილების მიღების უფრო სწრაფი უნარი აქვს, ესე იგი ვარჯიშობს? ანუ ის ვარჯიში ეხმარებოდა ამ უბნების განვითარებაში. ანუ მითი დაირღვა, ესე იგი ყველა რო იძახდა რომ სკელი კუნთება და თუ ფეხ კუნთება და უტვინო არა ის ხო იყო სამაგერო ჯამთელს ხელში ჯამთელი სული და რა თქმა ყოჩახ დამიბალანსე ანუ ჯდომარე ცხოვრების სტილი ზოგადად ან ნილი სიკვდილის სტილფასია ხო ნუ ეხლა თავისთავად გასაგებია რომ ზომიერი ფიზიკური დატვირთვა წარმოქმნის ახალ ნეირონებს და აუჯობესებს მეხსიერებას და ტვინის ფუნქციონირებას ძალიან კარგი ესე იგი კვლევა ადასტურებს კიდევ ერთ ფაქტს რომ ესე იგი განსაკუთრებული ასაკობრივი ჯგუფი არის 60+ ასაკის ადამიანები, რომელთათვისაც სიარული, ფეხით სიარული და ეს მოციონი, რა ვიცი, 20-40 წუთის განმავლობაში არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, არამედ მათი გონებისთვის, იმიტომ რომ ამბობენ, რომ დემენციის რისკებსაც კი ამცირებს. ეს რამხელა მნიშვნელობის სარგებელია. ამიტომ ძალიან კარგი იქნება, თუ თქვენ გადაანაწილებთ თქვენს პრიორიტეტებს და არ ვიცი, თუნდაც სატელეფონო საუბარს, რომელიც არის უკვე დისტანციური, ხო არ ჭირდება სახში ჯდომა, ამ საუბარს ფეხით სეირნობის ჯამს შეახსენებ.